ლუკა ნაცვლიშვილი პოლიტპატიმარია. სწორედ ამ წარწერის ფონზე მოუწია დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სანქცირებულ მოსამართლეს გულიკო კაჟაშვილს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია ჩაეტარებინა. ეს საპროტესტო ფორმა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოიფიქრეს, რომლებმაც ამ ფორმით გააპროტესტეს მოსამართლე გულიკო კაჟაშვილის გადაწყვეტილება და ლუკა ნაცვლიშვილის დაკავება და ასევე მას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ვიდრე გულიკო კაჟაშვილი აუდიტორიაში შევიდოდა და ნახავდა ამ წარწერას, რომელიც სტუდენტებმა დაფაზე დატოვეს, მანამდე ასევე ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებმა ის სირცხვილის კორიდორშიც გაატარეს და ამ ფორმით მოუწია მას, რომ აუდიტორიაში შესულიყო. მას შემდეგ კი რაც მან ლექცია დაიწყო, თავად უნივერსიტეტის აუდიტორიის ნახევარმა პროტესტის ნიშნად აუდიტორია დატოვა და როგორც ახალგაზრდები სტუდენტები ამბობენ, ისინი ამ ფორმით გამოხატავენ კიდევ ერთხელ მათ პროტესტს და კიდევ ერთხელ აჩვენებენ მოსამართლეებს, რომ ისინი რეჟიმს ემსახურებიან და უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ და მას შემდეგ რაც გულიკო კაჟაშვილის ლექციაზე აუდიტორიაში წარწერა დატოვეს, ასევე სტუდენტებს მოუწყვეს ტერორიც, რადგან მას მიუგზავნეს დაცვის თანამშრომლები და ისინი ეუბნებოდნენ მათ, რომ თითქოს ამ უნივერსიტეტის სტუდენტები არ იყვნენ და შეიძლება ითქვას, რომ ისე ცდილობდნენ ამ ადამიანებისთვის, ამ ახალგაზრდებისთვის პროტესტის ამ ფორმაზე ხელი შეეშალათ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლუკას მეგობრები მოვედით და გულიკო კაჟაშვილისთვის შეგვეხსენებინა, რომ მას არ აქვს მორალური უფლება ასწავლიდეს სამართალს სტუდენტებს. დაფაზე დაუტოვეს წარწერა, რომ ლუკა ნაცვლიშვილი არის პოლიტპატიმარი, რის შემდეგაც რამდენიმე სტუდენტმა პროტესტის ნიშნად დატოვა აუდიტორია. შემდეგ მოვიდა დაცვა და გითხრა, რომ ჩვენ არ ვართ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები და უნდა დავტოვოთ ტერიტორია, მაგრამ გარკვევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენ სრული უფლება გვქონდა უნივერსიტეტში მიგვემართა პროტესტის იმ ზომებს, რომელსაც მიუმართეთ და გულიკო კაჟაშვილს მოუწია სირცხვილის დერეფნის გავლა და შერცხვენილი იჯდა ლექციაზე მთელი ლექციის განმავლობაში. გულიკო კაჟაშვილს მოსამართლეს, რომელმაც უკანონო პატიმრობაში გაუშვა ლუკა ნაცვლიშვილი, შევახსენეთ, რომ ის არ იმსახურებს, რომ ასწავლოს სამართალი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ვინაიდან მას სამართალთან არანაირი შეხება არ აქვს. დაცვის თანამშრომლები მოვიდნენ და გითხრეს, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია, ვინაიდან თითქოს და ჩვენ არ ვიყავით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები, რაც სრულ ინფორმაცია იყო ადმინისტრაციიდან მიწოდებული. სამარცხვინო ფაქტია ის, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ასეც უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ადმინისტრაცია. უნივერსიტეტში მოვედით ლუკას მეგობრები, სტუდენტები და ახალგაზრდები, რომ საზოგადოებას და განსაკუთრებით გულიკო კაჟაშვილს ვუთხრათ, რომ სამართალი ეკუთვნის ხალხს და ისინი ვერანაირ კომფორტში ვერ იარსებენ იქამდე, სანამ შეასრულებენ რუსულ დავალებებს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და შევუქმნით დისკომფორტს ყველა რუსულ საქმის მკეთებელ ადამიანს და განსაკუთრებით მოსამართლეებს. გულიკო კაჟაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ის სანქცირებული მოსამართლეა, რომელმაც ბოლო 5 თვეში ლუკა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ ორჯერ გამოიტანა გამომტყუნებელი განაჩენი და ორივეჯერ 12 დღენ ადმინისტრაციულ დამრღვევად ცნოდა პატიმრობაში გაუშვა. პირველად იანვარში იმსჯელა ამ საკითხზე ამ მოსამართლემ, მეორედ უკვე 27 მაისს და ამ დრომდე ლუკა ნაცვლიშვილი 12 დღენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება.